ყველას მოგესალმებით. მე ვლადიმირ ტიანი მქვია. დღეს ერთად მოვამზადებთ ღორის ნეკნებს ჩინური რეცეპტით ჩაშუძუ. ამერიკული ღორის ხორცისგან, ასე ვთქვათ. ვიღებთ ნეკნებს და თითო ნეკნად ვჭრით. მარინადისთვის დაგვჭირდება შემდეგი სანელებლები: მარილი, შავი პილპილი, კინძი, თევზის соуსი, თაფლი და პაპრიკა. ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება სეზამის ზეთი და მცენარეული ზეთიც. ჯერ ტრადიციულად ვამატებთ მარილს, შავ პილპილს, კინძს, პაპრიკას, თევზის соуს და თაფლს. ჩვენთან ეს ციციბურას თაფლია. ყველაფერს კარგად ვიზელთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ნიორი, ვიღაცა სოიოს соуსი უყვარს, ან ჯინჯერი. ჩვენ ვამზადებთ ასეთ რეცეპტს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მარინადში ჩადებულ ნეკნებს ვდებთ მაცივარში 4 საათით პარკის ქვეშ, რომ გემოები კარგად შეიცოვოს შიგნითაც. ჩვენც გვინდა, რომ გემრიელი გამოვიდეს. ჩვენი ნეკნები უკვე კარგად დაიმარინადა. ახლა ცოტა უნდა გავაშროთ. ამისთვის გამოვიყენებთ ქაღალდის ხელსახოცებს, რომ ზედმეტად არ მიეკრას. აქ ერთი ნიუანსია, კარგად უნდა გავაშროთ, რომ სახამებელი კარგად მიეკრას. თუ ამას კარგად არ გავაკეთებთ, სახამებელი შეცვლისას შეიძლება უბრალოდ ჩამოწვიდეს ხორციდან. ხოლო ჩვენ გვინდა, რომ ნეკნები გარედან ხრაშუნა იყოს, შიგნით კი წვნიანი და რბილი. ყველაფერი რომ გამოგვივიდეს, კარგად უნდა გავაშროთ. მოკლედ, ჩვენი ნეკნები ახლა უკვე სრულად გავაშრეთ და ამ ეტაპზე ვამატებთ სიმინდის სახამებელს, კარგად ასე ვთქვათ, მთლიანად ვაბრუნებთ მასში, რათა ყველა მხრიდან კარგად დაიფაროს. კარგად ამოვავლეთ ჩვენი დამარინადებული ამერიკული ღორის ნეკნების სიმინდის სახამებელში. ახლა როგორ მოვამზადებთ მათ? გამოდის, რომ ორჯერ შევცვალთ ხმაზეთში. პირველი შეცვა 170 გრადუსზე. რას გვაძლევს ეს? ზეთი არ უნდა იყოს ძალიან ცივი, რომ ნეკნებმა ზედმეტი ზეთი არ შეიცოვოს. 170 გრადუსი. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი ღორის ხორცი მოიხარშოს. მეორე შეცვა, ეს უკვე 190 გრადუსია, რაც იწვევს სახამებლის კარამელიზაციას. ეს არის ფერი, ხრაშუნა ტექსტურა და გემო. ჩვენი ამერიკული ღორის ნეკნები ორჯერ შეცვით, ჩინური რეცეპტით ჩაშუძუ მზადაა. ახლა შევაზავებთ. соусით სვიჩილი. ყველაფერს კარგად ავურევთ. და გადავიტანთ თეფშზე. ცოტა მიკროცვანილს დავჭრით. საერთოდ შეგიძლიათ ნებისმიერი მწვანილი გამოიყენოთ. კინძი, მწვანე ხახვი. მაგრამ კამა, ფიქრობ, აქ არ მოუხდება. აი ბოლოკი და ბარდაკი, კუნჯუთი და მწვანე ხახვი. აი ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენი ნეკნები მზადა, გემრიელად მიირთვით. მოამზადეთ ჩვენთან ერთად.